გამარჯობა მეგობრებო, ამ ვიდეოში გიბრუნდებით small rig-ის აქსესუარებით, რომელიც თავსებათია FX-ამთან და FX20-თან. ეს კონკრეტული მოდელები უკვე გახსნილი მაქვს, დიდი ხნის წინ გამოვიწერე, უბრალოდ ახლა გადავწყვიტე რა ვიდეო გადამეღო თუ როგორ ავაწყობ ამას FX-ამთან ერთად. ამ ეტაპზე FX-ამით ვიღებ ვიდეოს, თუმცა უნდა ჩავანაცვლო ახლა iPhone-ით, იმიტომ რომ მეორე კამერა არ მაქვს. იმედია ხარისხს ძალიან არ დაუგდებს. და მოდი აბა შევსვავლოთ ხარისხი და დავიწყოთ კამერის აწყობა. დავიწყოთ მოდი აწყობით, პირველი არის ეს small rig-ის cage, რომელიც FX20-საც მიდის და FX3-საც. გეცოდინებათ, რომ small rig-ი ზოგადად გამოირჩევა თავისი ხარისხით და გამძლეობით. ეს კი არის ჩვენი FX3, ყველანაირი აქსესუარის გარეშე ძალიან მომწონს, იდეალურად ჯდება ხელში. 5 რადგან გახსნილი მაქვს, ესეთი შურეფები მოყვება, რომელსაც კამერაზე ვამაგრებთ და თავისი დამჭერებით ახლავს თან. ესე უნდა ჩავსვათ კამერა უმარტივესად და დავიწყებთ აი ამ პატარა რაღაცით შურუფების დაჭერას. ერთი მარჯვენა მხარეს აქვს, მეორე მარცხენა მხარეს და ქვედა ძირითადი, რომელიც შედარებით დიდი ზომისაა. ესე, cage უკვე დამაგრებულია კამერაზე. Cage-ის შემდეგ შეგვიძლია დავამაგროთ NATO top handle kit-ი. რა თქმა უნდა, ესეც small rig-ისა. პირველ რიგში აი ამ პატარა ადაპტერსავით დავარქმევ. ამას ვამაგრებთ ზედა მხარეს კამერაზე და აი ამ ასე ვთქვათ ტუჩით შეგვიძლია შევაცუროთ ამ დამჭერზე. ამას ესე გავასწორებთ და დავატრიალებთ. არსად ერწავა. handle-ად სად არის? უკვე ლამაზდება ჩვენი კამერა. საწყობილი უფრო მომწონს ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან პროფესიონალურ ვიდზეა. ამის შემდეგ უნდა დავამაგროთ ლინზა, კონკრეტულად 16-35 რადგან გვერდით მიდევს, მოდი ეს დავამაგროთ. ესეთია ლინზით და ლინზაზე დავამაგროთ mate box-ი. ეს არის ასევე small rig-ის mini mate box light. Mate box-იც გავუკეთეთ. ეხლა ამ თავს ესე დავუმაგრებ. ეს არის ჩამკეტი თვითონ ამ ფარის. შეგიძლიათ აწიოთ, თუ მოვუშვებთ ზემოთ და აი ეს. ამის შემდეგ კი უნდა დავამაგროთ აი ეს ქვედა სამაგრი, რომელიც იდეალურია თუ ვიყენებთ V-mount elements და ასევე ლინზის მარეგულირების მოტორს. Rod clamps დავამაგრეთ. აი ესეთია ჩვენი FX3-ის სრულ აწყობილ მდგომარეობაში. ეხლა ამაზე ზემოდან დავამაგრებ მონიტორს. დავატრიალოთ რა. ეს. აი იდეალურია. HDMI კაბელი ჭირდება მონიტორს. ყველაზე კომფორტულია ეს პატარა HDMI კაბელი. ესე. მასაკშემო ხოლმე ადგილი არ დაიკავს. და სულ ეგ არის შემოკარგებო. ეხლა ამ cage რაც აკლია არის V-mount ელემენტი, მინდა ეგ ძალიან რომ ვიყიდო ძალიან მალე და ეგეც წესით მალე იქნება რა. ნახოთ. ჯერჯერობით თლად ესე არ ჭირდება, მაგრამ მაინც ჯობია რომ იყოს, რომ რაღაც უცებ არ დაგჭირდეს. მოკლედ ესე გამოიყურება ჩვენი FX3 და small rig-ის აქსესუარები. დავუბრუნდით ისევ FX3-ის კამერით, ამ ვიდეოში ნახეთ როგორ გამოვიყენეთ small rig-ის აქსესუარები FX3-ისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ვიდეო და კომენტარებში დაწერეთ რა გამიხილოთ შემდეგში. დროებით.